მოგესალმებით მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში ტელე და რადიო მაუწყებლობას თქვენ უსმენთ და უყურებთ სოციალურ თემატიკას მე ჟურნალისტი ნათი ამაზანაშვილი ვარ და მომდევნო 50 წუთის განმავლობაში ვიმუშავებ თქვენთან ერთად ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს დღეს მოწვეული ობიექტივში მე მინდა გაგაცნოთ გიორგი ბოცვაძე 14 წლის თბილისიდან რომელმაც არაჩვეულებრივად იცის საქართველოს და მსოფლიოს ისტორია ბატონი გივი სიხარულიძე მწერალი მსახიობი და სპორტსმენი ყოველსათვის ცნობილი და საყვარელი პიროვნება ჩვენ რამდენიმე წუთში სოსო მიქელაძე შემოგვიერთდება ისტორიის პედაგოგი მოგესალმებით ბატონ გივი მოგესალმებით გიორგი დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრების აღარ მშვიდობის დღეს ჩვენ ძალიან სასიამოვნო გადაცემა გვექნება ბატონ გივი მოდით გიორგი პირველ კითხვას დაგისვამ შენ მოგვიყევი შენ შესახებ მე ვიცი რომ შენ ძალიან ჭკვიანი ბიჭი ხარ ძალიან კარგი მოსწავლე ხარ და ძალიან კარგად იცი როგორც აღნიშნე საქართველოს და მსოფლიოს ისტორია გისმენთ მე ვარ გიორგი ბოცვაძე 14 წლის 151 საჯარო სკოლაში ვსწავლობ და ჩემი ჰობი არის ისტორია ძალიან მიყვარს ისტორია და ყველანაირად შევეცდები რომ დღეს კარგად წარმოვაჩინო ჩემი თავი დიდი მადლობა. ბატონ გივი, დღეს ჩვენ გვყავს გიორგი სამაგალითოდ და მე მინდა რომ მაგალითი იყოს ასეთი ბავშვები ჩვენი თაობისთვის. აი სწორედ ასეთი ბავშვები იზრდებიან დღეს ჩვენს ქვეყანაში და ზუსტად 2 დღის წინ ჩვენ აღნიშნეთ დამოუკიდებლობის დღე. მე მინდა მიესალმოთ გიორგის და მიესალმოთ გიორგის ტოლ მეგობრებს და ამხანაგებს რომლებიც დღეს ეკრანთან არიან და გვიყურებენ გვისმენენ და მართლაც ნამდვილად სწავლა, მონდომება, ჩვენ აი ესეთი ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უნდა გამოადგნენ, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ორი სიტყვით ვიტყვი ჯერისადი მიუსავნებ ამ ახალგაზრდას. რა თქმა უნდა, ჩემთვის ბედნიერება, როცა წესიერი ახალგაზრდა ბავშვები იზრდებიან ჩემ ქვეყანაში, მე ვერ ვიტანე. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ახლა ყველა მიცის, რომ რა ცხოვრობით ვიცხოვრე, დამტყმელი რაღაც სიცულელები რა მაშინ იყო ჩემთვის ყველაზე მისაღებია ინტელექტუალი ბავშვი ნიჭიერი ჭკვიანი გონიერი რომელიც მზად არის იმისთვის რომ ჩემი საქართველოს ალსაქალაქოს თავის საოცარი ესე იგი მიღწევებით და ერთამეს ვიტყვი რა მე აი ეს ლექსი დავწერე ხა ბოლო ხანებში 4 სტროფია ხო და ვინმეს არ ეგონოს რომ რახან ესე წერა ესეთ სიტყვებია იქ აუცილებლად ეს ჩვენი ახალგაზრდა უნდა იყოს 2 მეტრა ბეჭებით მაღალი ახვარი არა ყველაზე დიდი ვაჟკაცობა ყველაზე დიდი ნიჭიერება ყველაზე კარგობა ყველაზე ლამაზობა არის იმაში როცა შენ გონებით ახარ გავწყენებული და მე ესეთი ლექსი დავუწერე ახალგაზრდებს აი ყველას მივართავ ეს დავარკვი ქართველო და ქართველი ესეთი მინდა იყოს გისმენთ დედის ხელით გამოწრდილო, მამის ხელით გამოწრთნილო. ვაზის მტევნით დამტკბარო და ქართლის დედით დალოცვილო, ერეკლეს ხბლის ალესილო, ვაჟას ლექსით გალექსილო. ესეთი მინდა რომ ჩემი ქართველი ახალგაზრდა იყოს დღეს და მე არ ამწავს იმის ორგანულად ვერ ვიტან რაღაცა ჟარგონებით რომ ლაპარაკობენ რაღაცებით რომ დამცინავიტონეთ ისინი მაგრამ არაფერი არ ისინი არა ნულის ცოტა ნულის ქვევით კიდე და ისინი არა შემარცხვენილი ჩემი ეს და ჩემი სამშობლოს და ყველა ის ახალგაზრდა რომელიც იხსნის იმისთვის რომ მან იცოდეს წყიდვალეთ ქართული ენა ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურა ყველაფერი ის ბავშვები ჩემთვის არიან სანუკვარი და სასიკადულო ამავე დროს თუ ისეთი ჭკვიანები არიან რომ მათემატიკურ მეცნიერებას ეძებიან ფიზიკის, ქიმიის, ან ტექნიკურ მეცნიერებასაც ეს ხო ბედნიერება და ბედნიერება. გიორგი, მე მინდა რომ შენ რომელიმე მონაკვეთზე გვესაუბროთ თუნდაც საქართველოს, თუნდაც სოფლიო ისტორიიდან. საქართველოს ისტორიიდან? კი ბატონო. აი დავიწყებ მაშინ დავით აღმაშენებლით დავიწყებ მაშინ ხან ეს მომიფიქრდა. დავით აღმაშენებელი იყო გენიალური მეფე, დაიბადა 1073 წელს. იგი იყო გიორგი მეორის შვილი და იყო ძალიან ძლიერი. იგი ტახტზე ავიდა 1099 წელს, როდესაც ქვეყანა იყო დანგრეული, დიდი თურქობა იყო, თურქებმა ყველაფერი აი ვაზს საჭმევდნენ ძროხებს და ანადგურებდნენ ყველაფერს და ბოლოს საერთოდ მიწისძვრაც კი მოხდა, რომელმაც საერთოდ დაანგრია ყველაფერი და დავითი ავიდა 1099 წელს და ტახტზე და დაიწყო იქიდან ყველაფერი აღმშენებლობითი საქმიანობა.
მან პირველ რიგში მან გაატარა უამრავი რეფორმა, მაგალითად მოიწვია საეკლესიო კრება. ეს იყო რუის ურთმის საეკლესიო კრება 1003-1004 წლებში ეს ზუსტად დასუსტებული არაა თარიღი. როდესაც მოკვეთა უღირსი მღვდლები მოკვეთა. ამით განიმტკიცა საქართველოს ეკლესია. ასევე მან შექმნა სპეციალური თანამდებობები, მაგალითად ამირს პასალარი, მაგალითად მეჭურჭლეთო ხუცესი, რომ განემტკიცებინა ქვეყანა და ქვეყანა როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე გაიყვანა და ამით განიმტკიცა. ასევე მისი მმართველობის წვერვალი ეს იყო დიდგორის ბრძოლა 1021 წელს, როდესაც 300,000 თურქ-სელჩუკს დიდგორის ველზე უბრალოდ ძალიან გაანადგურა. და ეს იყო ძალიან გენიალური მეფე, რომელიც საბოლოოდ 1025 წელს აღესრულა და ღმერთმა კიდევ გამოგვიგზავნოს დავით აღმაშენებელი თუ ნამდვილად გეთანხმები ღმერთმა კიდევ უნდა გამოგვიგზავნოს დავით აღმაშენებელი. ბატონ გივი, მე მინდა გკითხოთ მიგრაციაზე და ზოგადად იმ პრობლემაზე, როდესაც ჩვენი ახალგაზრდები, ჭკვიანი ბავშვები მიდიან საზღვარგარეთ, სასწავლებლად, ბევრი შემთხვევა ვიცით, რომ წავიდნენ, ისწავლეს, მიიღეს განათლება, მაგრამ აი ეს განათლება ჩვენს ქვეყანაში ვერ გამოიყენეს და ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ ვერ გააკეთეს სასიკეთო ძროხა. მე ამაზე ახლა თქვენ მოგახსენებთ ერთ რამეს. აი ჩემი შვილი მაგალითად ბეკა, რომელიც ამერიკაში ორუდის მსახიობია. უნიჭერესი რეჟისორია და მისმა კინომ გადაღებულმა ფილმმა კარგად იცი ერთმა შვილი საერთაშორისო ფესტივალზე მოიგო, მეორე 12. ნამდვილად კი. ეს სასწაული. ახლა მე იცით რა, მე ვამაყობ ჩემი შვილით. განაებით ვამაყობ, რომ ის კაი რეჟისორია, კაი ის არა, ის კაი ქართველია. აი ეს ჩემთვის თავარი. და მან იქ გაჩენილ ბავშვებს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩენდა, რომელსაც დედა ყავთ ქართველი და არა უცხოელი, ჩემო ბიჭმა ქართველი მოიყვანა ცოლად. 27 წელია იქ ცხოვრობს, 28 წელია და ერთი არის 11 წლის, მეორე არის 9 წლის. მაგრამ მე ვიცი რომ ქართული ძალიან კარგად იცი. მათ ყოველ დღე აქვთ 1 საათი კითხვა, 1 საათი წერა ქართული. მერე ოჯახში აკრძალული აქვთ ერთმანეთთან საუბარი ინგლისურ ენაზე, ან ესპანურად, ან გერმანულად, ყველა ენებს პრობენ. ჩინურად კიდე. ხოლოდ უნდა ილაპარაკონ ქართულად. და თუ მათ ინგლისურ ენოვანი საუბრით მიმართეს დედას ან მამას, დედა და მამა მათ პასუხს არ უბრუნებს. ეუბნებიან რომ ჩვენ არ ვიცით აი ენაზე გველაპარაკებით. და ისინი ბრწყინვალებთ პრობლემ ქართულ ენას და ლიტერატურას და გასწრობილი არიან ჩვენ მწერლებს და მე ვარ ამით ბედნიერი რომ ჩემი შვილიშვილები ესეთი იზრდებიან. აი მაგალითად ჩემმა შვილიშვილმა მეორე რომელიც გენიოსია. უჭკვიანესი გოგო მყავს რუსუდან სიხარულიძე, ჯაბას შვილი მეორე ბიჭი რომელიც ექსპერტია ამერიკის შეერთებულ შტატების ჯარის წარმოგიდგენია და ჯარში იმსახურა. ერთ-ერთი უჭკვიანესი გოგო აი ტვინი დატენ დეპარტამენტის საჯარიმო მოადგილეა თან აი ხო ესეთი ჭკვიანია, ქმარი ყავს, ძალიან ძლიერი, უჭკვიანესი ბიჭი. თავიანთ შვილებს პატარები არიან და ქართული საერთოდ არ ასწავლეს. მე ვთვლი რომ ეს დიდი დანაშაულია ჩემი ერის წინაშე იმ გოგოსგან ჩადენილი, რომელიც ჩემი შვილიშვილი და რომელსაც ტვინი უსკრება, რომელიც ჭკუის კოლოფია. და მას ეს არ უნდა დაეშვა, რა თქმა უნდა, ეხლა ის უკვე დააწყებინებს სწავლას ამ ბავშვებს, რა არიან 5 წლისანები არიან თუ რაღაც ესე. ხო, 1-6 წლისა და ისინი ისწავლიან ქართულ ენას, მაგრამ შეცდომა ის არის, რომ ჯერ მათ ქართული უნდა ესწავლოთ, მერე ყველანი და ეხლა მეორე. ისინიც ამერიკაში ცხოვრობენ. მეორე. ნათქვამია, რომ ხე იზომება ფესვებიდან და არა ზემოდან. იმ ერს, რომელსაც ფესვები აქ დამპალი და დაზიანებული, ან სრულიად უფესო დარჩა, სიცოცხლე არ უწევია. ეხლა ნუ ეწყინება ნუ რა ვიცი ნუ ოპოზიციას ნუ პოზიციას ნუ რა ვიცი მე არც ოპოზიციონერი არც აფერი არა მე მარტო ერთ ამას ვიტყვი მარტო ერთი რამით ვარ ბოლომდე ამ თავრობის მადლი ერთი რამით რომ მათ ამ უაზრო უკრაინა რუსეთის ომში საქართველოს არ ჩართო თორემ მოხდებოდა ის რაც უნდათ ძალიან ბევრ ქვეყნებს მსოფლიოს ქართული მიწა ქართველების გარეშე დიახ ეხლა რაც შენ მე მკითხე ეხლა იმაზე გაგცემ პასუხს რა თქმა უნდა მე ვიქნები ბედნიერი რომ ყველა ახალგაზრდა რომელიც ისწავლეს იქ და გამოვა ძალიან
მაგარი პროფესიონალი დაუბრუნოს თავის მიწას თავის ეს. მე გეტყვით ერთ რამეს, ეხლა ისეთ რამეს გეტყვით, რომ მე მგონი 100 ფიქრი ამაზე არ არის. მე რო ქუჩაში ვხვდები ეხლა ჩადრ ჩამოფარებულ პატარა გოგონებს. რომელსაც ჩადრი აქვს ესე გაკეთებ. ბიჭებს შავკანიანებს, ზოგს აი ფერად კანიანს. ყველანაირი სიმპათია მაქვს მე მათ მიმართ. ეხლა რატო? იმიტომ რომ ეს ბავშვები ჩამოვიდნენ უცხო ქვეყნიდან. იმ ქვეყნებიდან სადაც შიმშილია უბედურობა. ჩამოვიდნენ და დაეწაფენ სწავლას. სწავლობენ სამედიცინო უნივერსიტეტებში, სხვადასხვა უნივერსიტეტებში და ერთი სული აქვთ რომ დაამთავრონ. და მერე განა საქართველოში დარჩენ და დაიბუდონ. თავის ქვეყანას დაუბრუნდნენ და თავის სამშობლოს მიწასთან გასწორებულს გაუბედურებულ აფრიკის ქვეყნებში, სადაც შიმშილი და უბედურება, თავიანთი ერის შვილები, დედები, მამები მათ უმკურნალონ, ან და კიდე გახდეს სხვა. აი აქ მიღებული ცოდნა ხო თავის ქვეყანის მიღებული ცოდნით გასხიოცდნენ თავის ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პირველი რამ, რაც ჭირდება ქართველ კაცს, რაც ჭირდება განამარტო ქართველს, ყველა ეროვნების ადამიანს. მე რამდენჯერ მithქვია, რომ ისა რაინდობას ეროვნულობა არ გააჩნია. რაინდად იბადება ყველა ერის კაცი, ვინც ვაჟკაცია და ვინც რაინდად დაიბადა. და ეხლა მე გეტყვით ერთ რამეს, მე ეს ბევრჯერ მომიყოლია და ეხლაც მინდა ვთქვა, რომ ის დრო იყო ისეთ აი როცა მექთამება იყოს როცა საბჭოთა კავშირში, ამ ერთ ადგილას მოვეწყე ისეთზე, რომ ფული შეიძლებოდა რომ გამეკეთებინა და ჩავედი ქარელში ჩავედი და ვამოწმებ რაღაცებს, იქ ცხოვრობდა ერთი ჩემი მეგობარი, ჯემალ ყიფიანი. ეს იყო უაშკაცეცგან დამზადებაში მუშაობდა და უაშკაცეც კაცი იყო და ის იყო ესე იგი ქარელის რაიონში დამზადებას ვამოწმებდი და მუშაობდა კუწო, გორელი კუწო, მოჭიდა ესეთი აიღო და რო ჩავსაქონლო იყო თავად ჩავედი და რაღაცა ეს პლან შევესვადი რაღაცები და მე მეწავედი ხაშურში. ეს მოხდა დილის 11 საათზე. წავედი ხაშურში და უთხარი რომ თმაო თუ იქნება ისე როგორც მეკითხარი, ეს ვაგონები წავა, ხამის 11-ზე უნდა წავდეს. თუ არა მე ვთქვი და არ გავუშვებ. რო ჩამოვედი. ქარელის ხიდთან დგას ვიღაც მაღალი კაცი ღამეა. და ესე ხელებს იქნება, მეთქი ალბათ აფრენს ვინმე ეხა აბა შუაღამეს. და ქარეში ისე ვერ შევხვალ თუ ხიდი არ გადაიარე. და რომ დავაკვირდი და ვიცანი ერთი პუნქტის გამგე იყო ოსი ოდალა. კი, ვიცი ეს ისტორია. ეს ისტორია ხო მე სრულყვები ამ. კი. და ესე მივხვდი რომ მე გადავაყენე და ცოტასე არ შეხვიდეო, სიმპათიური მაღალი კაცი იყო, არ შეხვიდეო კუწომ და ობეხესმა ფული დაგინომბრესო. აი ყურეთ, მოჭიდავე ქართველი რაინდი, დამსმენი, გახცენილი, გატახსირებული, გამწირავი ოსის ოდალა დილის 11 საათიდან ღამის 9 საათამდე მელოდებოდა ყინვაში, სიცივე უბედურებაში, რომ ქართველი კაცი გადავერჩინე. აქედან მორალი. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ეროვნებას. ყველა ის არის ბრწყინვალე, ვის თავის ერის შვილია და თავის მამაკაცურ თვისებებს არ ღალატობს. დიდი მადლობა სასა შემოგვიერთდა მიქელაძე, პედაგოგი ისტორიის. დიდი მადლობა სასა რომ იღებ გადაცემაში მონაწილეობას და არ შემიძლია რომ მე შენი წიგნით არ დავიწყო. მოდი ვისაუბროთ შენ წიგნზე, რომელიც ასე ძალიან პოპულარულია ინტერნეტ სივრცეში, ქართველთა ბრძოლები, აქვს გრანდიოზული გაყიდვები. თვითონ დიზაინი ჩუგერა არა პალდახმალი. კი. შენი გორდან ქართული ელემენტები და მთელი უბედურობა არა შეეცი ხმალდა და ფარის იქეთ ვეღაცავდი ტექნიკაში. ჩვენ აი მაგაზე დავსი. რას იზავ? პატარა ქვეყანა და ჩვენ ფარი და ხმალი ბრძოლის გარდა არაფერი არ შეგვიძლია. პატარა ქვეყანა ვართ, ასევე ასაკითაც. ნელ-ნელა განვითარდები და იმედია გადავალთ ახლა თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ეს საჩუქრად მინდა მოგიტანოთ. დიდი მადლობა. მოგწევთ.
მოგვიყევით თუ შეიძლება, საიდან გაჩნდა ამ წიგნის იდეა, არაჩვეულებრივი წიგნი ხარისხით. მე ვისაუბრებოდ მოგვიანებით ამ წიგნზე, გისმენთ სასა, რომ გითხრათ ამ წიგნის შესახებ ყველაფერი. ეს წიგნი ოქტომბერში გადავწყვიტე რომ დამეწერა რა. ნუ მაგამდეც ფიქრობდი რაღაც წიგნებზე ფიქრობდი რომ დამეწერა და ბოლოს გადავწყვიტე რომ ისეთი წიგნი დამეწერა რაც ჯერ არ არის შექმნილი ესე რა. აქ არის ბრძოლები ჩამონათვალი, გაერთიანებული საქართველოსთან დავიწყე და კრწანისის ბრძოლამდე არის რა. და შევეცადე მომეყარა ყველა ბრძოლისთვის თავი ცნობილი, არაცნობილი და კაი გამოვიდა. რამდენიმე მონაკვეთიც უნდა მოგვიყვეთ ამ წიგნში. კი, რა რომელი ძალიან საინტერესო ვიდეოებს წერთ ხოლმე თქვენ. ხაი ვიდეოები რომ დავიწყე ჩაწერა მაგის მე ხალხში მადლობა ყველას რა დიდი სიყვარული დავიმსახურე და ძალიან კაი რომ არ დაკარგე ეს ყველაფერი და წიგნად გადაი ამიტომ იმიტომ რომ შენ ჯერ გამოცადე ეს ხალხი. კი. და მე ხალხის რჩევით, იმათ კი არ გითხეს იმის რჩევით, იმიტომ რომ იმათ მოეწონათ, შენ გამოუშვი. ზუსტად, აი ვიგრძენი რომ რაღაც ეს შეიძლება და უფრო ლამაზი. ერთი შეიძლება აი ჩავერიო ერთი პატარა. კი ბატონო. ეხლა ამან ეროვნული იდეალების წიგნი შექმნა, ხო? ეხლა მე ეხლა დავწერე უკვე და რუსულადაც ითარგმნება. დავწერე ესეთ ბიჯე, მოვიგონე ეს გვარი და სახელი ლევან იმის კივილის ძე წივილკაშვილი. რა როგორი გვარია? წივილაშვილი, სიკვდილის ძე და ლევანი. წივილკაშვილი. აქვე მოყავს ეს ისეთი გვარია რა მოგონილი შემგან და კიდე არის სიხარულიძე. სიხარულიძე მობუტიე სიხარულიძე, რომელიც აი უკვე არის ეს ეგრე გამოვეხა დაიბეჭება და ეს მობუტიე სიხარულიძე ისეთი ძუნწია საზიძრად დიდი ფული აქვს რომ ჩოხატაურის რაიონში ცხოვრობს ეს სათხოვდა მოგონილია ჩემო წიგნისთვის და ქვემოთ სარდაფში ჩადის ყოველ ოსალზე ხამე ამოიღებს ამ ფულებს აიკრავს თვალს და იღებს სხვადასხვა კუპიურებს აი დოლარები ისა რა ქვია ევროები ლარები და სუნით აი ესე სუნით გზობს რომელი კუპიური რა არის მაგალითად 10 ლარიანი 10 ევროიანი 100 დოლარიანი და ამას სუნით გზობს და ეხლა მე ძალიან დიდი ის არის მაგრამ მოკლედ რა ხდება ეს წივილკაშვილი ეს ლევან წივილკაშვილი იმის და ერთი კაცი დამეგობრდებიანი წესიერი კაცია და ამას მიიყვანს ერთ პიროვნებას და ძალიან სახელოვან ადამიანთან რომელსაც ისე კი ენდობა, მაგრამ მაინც არის ისე რა და რაღაც დახმარება უნდა ამ ბიჭს და მიიყვანს რომ იმათ დაეხმაროს. აი ამ დახმარების დროს ორვე ცდის ახლა ეს კაცი დანერებიან ანეს და ანეს. ისინი ერთმანეთში შეეკრებიან ეს ვისაც მე და ამას სულ სხვა რამე თუ სხვა რამე ჭირდება და სხვა რამე უთხრა იმას რომ ამაში თუ მე შეიძლება უნდა რომ აეროპორტში დაეწოს ესე მაგ რა სულ მოგონილია. ხო და ამას ეუბნებიან რომ ვითომ ბენზინზე მივიდა რომ ბენზინზე მიეხმაროთ და ორი ნაზირა და შეეკრებიან ერთმანეთს და ამას აგდებენ და ეს ყდება სიცილით ეს კაცი ამაზე არაფერს ახო და მოხდება ისე რომ მოხდებიან ავარიაში ეს ორივე გადამდები ერთად და ავარიის დროს თავებს დაარტყავენ ერთად შემთხვევით რა თავებს რომ დაარტყავენ მოხდება ისე რომ ყველაფერი გადარჩებიან მაგრამ ფულის კუპიურებს ვეღარ ცნობენ ესე იგი უყურებს აგერ ფულის კუპიურებს 100 არ არის რა არის 100 ევროიანი ამერა და ჩამოიყვანენ ჯოხატავრიდან ამ სიხარულიძე მობუტიე სიხარულიძე იმისთვის რომ სუნით ასწავლოს ესე იგი ფულის გარჩენო ამაზე მთელი კომედია ტრაგი კომედია ეხლა რა თქმა უნდა მოგონი მაგ წივილკაშვილია თუ წივილაშვილი მაგრამ ისეთი ტიპი ვარ რომ ხადაღად ისეთი ამ შეიძლება მარტო არსებობს და ცოტა მოერიდეთ რა თქმა უნდა არ არსებობს მაგრამ ისე ვიძახი სოსო თუ შეიძლება რომ ამ წიგნიდან რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე მოგვიყვა აი თუნდაც ისეთ ფაქტებზე რომელიც ჩვენთვის უცნობია ეხლა ეს წიგნი როგორი არის იცით აი ნაცნობი უცნობი ფაქტები ერთად შევიტანე და ილუსტრირებული გავხადე რა დღეს უკვე ისეთი ტექნოლოგიები არის რომ შეიძლება შეგაჩერო ძალიან კაი ქენი და რატო
იმიტომ ეს ხო უნდა ბავშვებმა წაიღოს. აი ზუსტად აი ეგ არის. ხო, სწორია. კი. ბავშვები ძალიან აღიქვავენ ილუსტრაცია როც არის და რო ვიყურებენ ამას უფრო აღთქმა, ისე რომ ყველაფერი ძალიან ყველაზე კარგად გადაწყვეტილი. ფარი და ხმალი. კი ბატონო. ფარი და ხმალზე დარჩა ჩვენი საქმე. აი ნახდა. მოგვიყავს ასე საინტერესო ისტორიები ჩვენთვის უცნობი. აქედან? კი, ამ წიგნიდან. ახლა თქვენთვის უცნობი ისტორია, ახლა არ ვიცი თქვენ რამდენი, ბევრი საინტერესო ისტორია არის. მაგალითად, აი ყოველთვის იმას ყველა მიცის ეს ისტორია, მაგრამ აი ჩემი საყვარელი მონაკვეთი არის იოთამ ზედგენიძის გმირობა არის, რომელიც აი გიორგი ჩემი მოსწავლე არის. ყველას აი ჩემი უბნაში ბავშვებს სკოლაში აი და ჩემი ვიდეოებითაც ხშირად უწერ ხოლმე მის შესახებ, იმიტომ რომ აი დაუჯერებელი გმირობა ჩაიდინა, ხო აი მეფე გიორგი მერვეს დროს ხდება ეს ფარავნის ბრძოლა არის, რომ აფრთხილებს რომ ტერი არის ჩვენს ბანაკში შეთქმულებას გიწყობენ უნდა მოკლან და არ დაუჯერა რა და ბოლოს ეუბნება რომ თუ არ გჯერა ჩემი ერთი თხოვნა შემისრულე შენს კარავში მე დავიძინებ და შენ დაიძინე რა ჩემს კარავშიო და ამაზე დათანხმდა და აი მართალი აღმოჩნდა რა სამწუხაროდ მოკლეს ახლა იოთამ ზედგენიძე მეფის მაგივრად და მეფე გადაარჩინეს ნუ მაინც არ უშველა გიორგი მერვეს იმიტომ რომ ყარყარე ჯაყელმა მაინც დაესხა თავს რა და ტყვეთა იყვანა მაგრამ აი აქ რა არის იცი მის გმირობას უსვამ ხოლმე ხაზს რა ეს ისეთი რაღაცა რომ წარმოუდგენ რადგან მიაჩნიათ როგორი ახლა შენ იწვე ლოგინში და სიკვდილს ელოდები ერთოთი გაჩერდე შვილო შენ ხო თქვენი გოგო ხარ და განათლება ხარ მე გეტყვი რაღაც აი შენ რა საკეთებ შენ ასე არა ხარ თვითონ დღეს შენ მე საჭირდება ჭირდება მერაბ კოსტავასნაირი გმირები მერაბ კოსტავა ხო დამეთაქვე გმირი ჩემი მეგობარი იყო და ეს ხო გმირი იმასთან შედარებით კაცობაში მე მგონი საერთოდ კაცად არც დავფათებულ ვარ განაკაცობით ახლო ვარ არც დავფათებულ ვარ კაცად და შენ ახლა რა საკეთებ იცი ბრავო შენ ბავშვებს ისეთი ფრაგმენტებს ისტორიის უკითხავს მისაბაძი რაც ხო რაც არის მისაბაძი რომ შენ გინდა რომ ესეთები გაიზარდონ შეიძლება ესეთები ვერ გაიზარდონ მაგრამ მაინც ბედნიერება რომ სურვილი ექნებათ მე მეგობარი მყავს ერთი გელოდი კოპალაძე უცნაურობით სავსე კაცი მაგრამ როგორია აი მაგალითად რო უთხარ ეს არის თეთრი წითელზე და თქვით რომ მოკლავთ მოკვდებათ არ იტყვის რომ მე მაგალითად ვიტყვი რომ კი წითელია ოღონდ არ მოკლა იყურეთ მე მთელი ჩემი ცხოვრება მინდა რომ გელოდის ნაირი კაცი ვიყო მაგრამ ვერ შევძელი იმიტომ რომ ის ძალიან მაგარია მაგრამ მე მაინც ვცემ ჩემ თავს პატივს უყურე იმიტომ რომ მე მინდა რომ ისეთი ვიყო აქედან მორალი რა მინდა გითხრა შენ რა გააკეთე ახლა შეიძლება ამ ბავშვებიდან ესეთი გმირი ვერავინ ვერ გაიზარდოს მაგრამ სურვილი ექნება ყოველთვის უკვე ბედნიერება ქართველი ერისთვის მე მგონი მე ნათია მართალი ბრძანდებით ბატონ გიორგი გითხარი ამ წიგნის შესახებ და გითხარი კიდევ შენი საყვარელი მონაკვეთები თუნდაც ამ წიგნიდან თუნდაც მსოფლიო თუნდაც საქართველოს ისტორიიდან სამაგალითო ბავშვი ხარ 14 წლის გიორგი ბოცვაძე კიდევ ერთხელ მინდა წარვადგინო რომელმაც არაჩვეულებრივად იცის საქართველოს და მსოფლიოს ისტორია შეიძლება კი ბატონო და სანამ გიორგი რაღაც სიტყვის გიორგი რატომ მოვიყვანე აქ რა ონლაინ კურსები გქონდა რა და ონლაინ გაკვეთილებს ვატარებთ საქართველოს ისტორიას და აი ისეთ უყვარს, ისე გადამოსცემს ამ საქართველოს ისტორიას რა და აი დეტალებში ერთვება და ღამის 2 საათზე იმ დღეს საუბრობდით შოთა რუსთაველის შესახებ რა და ნუ ის მე მომავალში ვიტყვით ახლა სადაური იყო თუ რაღაც ასე შემდეგ და ასე ახლა აქ არ ვიტყვით ხალხით მოკლოს და აი მინდა რომ გიორგი სახალხოდ წარმოვაჩინეთ კი ბატონო ესეთი მინდა მომავალი თაობა გაიზარდოს კი ბატონო გისმენთ გიორგი დიდი მადლობა ესეთი შეფასებისთვის და კიდე ერთ გმირზე გეტყვით თეოდორე მღვდელზე აი გმირებზე ჩამოვარდა და გეტყვით ესე იგი 1609 წელია და ქართლში შემოვიდნენ ოსმალები და ესე იგი უნდათ იპოვონ ცხირეთის ციხე სადაც არის გამაგრებული ლუარსაბ მეორე მაშინდელი მეფე და ამისთვის ნახავენ თეოდორე მღვდელს გზად და ეტყვიან სად არის ცხირეთის ციხეო და ის შეცდომით წაიყვანს გზაში აიტანს
აფურთხებენ, შეურაცხყოფას აყენებენ ამ ყველაფერს იტანს, იმიტომ რომ მეფე გადაარჩინოს და საბოლოოდ რომ მიხვდნენ ოსმალები რომ არასწორად დილას მიიყვანა, იქვე მოკლეს და ეს იმიტომ იყო გმირობა რომ ამან დრო მოაგებინა, დრო მოიგო ლუარსაბ მეორემ, ჯარი შეკრიბა და უკვე გიორგი სააკაძის მეთაურობით ტაშისკართან გზა გადაუკეტეს და სასტიკად გაანადგურეს. ახლა ჩემო შვილო მისინე. ძალიან კარგი ბიჭი ხარ შენ გიორგი. ხედავ როგორი ისა როგორ თემებზე ყავს ახსნილი ამას თავისი მასწავლებელი. ახლა უყურე. არის ჩემი რედაქტორია წიგნების უკვე 30 წიგნის ავტორი ვარ მე და გადათარგმნილი ათენაზე მსოფლიოს. აი ახლა გადაითარგმნა რუსულ ენაზე და ფრანგულ ენაზე კი. ისახოცკა და კაწერია ჩემი გვარი გივის სიხარულიძე გალიცინ ბაბუას დედის გვარიც ავიღეთ ან იმათ რუსულებში. ხო და ახლა რა მინდა ვთქვა რედაქტორი ვიყავს შენ კარგად იცნობ იმას შენ ძალიან უყვარხარ და ძალიან აფასებ შენს ნინო რეხვიაშვილი კი ნინო რეხვიაშვილი ჩემი წიგნების რედაქტორიც ქალბატონი ნინოა ამასთანავე და ეს ნინო რეხვიაშვილმა ნინო რეხვიაშვილმა დაიწყო ესეთი რამ იღებს ზოგად საგანმანათლებლო ფილმებს სადაც ბავშვებს ათამაშებს უკვე გადაიღო 16 აყაიჩვიზე ილია ჭავჭავაძეზე აკაკი წერეთელზე გალაქტიონ ტაბიძეზე, ტერენტი გრანელზე, სულხან სამორბელიანზე და რა ვიცი და გასცდა უკვე კი. ოდიში რა და უკვე იტალიაში ახლა ითარგმნება და ედება თარგმანი მისი და ვივალდი კომპოზიტორი წერს მუსიკას მის ფილმზე. ითარგმნება თურქულად ახლა თურქეთს მთელი სოფლიო მოიარეს. ამ ეს ბავშვები დაყავს თან. ახლა მე რა მაინტერესებს იცი? როდესაც იტალია დაინტერესდა ვატიკანის, როცა დაინტერესდა თურქეთი, საფრანგეთში იყენებდა. დიდი მადლობა სულ ყველა იმ როგორ გითხრა საელჩოებს საქართველოს, რომლებმაც უდიდესი ყურადღება გამეყო. მაგრამ მე ვერ ვიგებ განათლების სამინისტროს. შედანოცილო თუ ესეთი ადამიანი არსებობს, პედაგოგი, რომელმაც შენერაც იცით ქართულ ლიტერატურაზე ერთ-ერთი წინვალე ორატორია ხო იცი არა შენ ისა. რა თქმა უნდა. შედანოცილო ესეთი ყავს, მიხედეთ რაღაცა ეს ქალი რაღაც კაპიკები და იმით 1000 იმით რაღაცა დაუდექით გეჩეხა. არ მეცით მე ხა განათლების სამინისტროსთან არ არის კავშირი არა, მაგრამ არ შეკრიბის წერტილი, მაგრამ საერთოდ ვიზაკი კაი იქნებოდა რომ ესეთ ქალბატონს უნდა დაუდე. ვერჩი დაუდე. რატო? იმიტომ რომ წარმოგიდგენია ბავშვი გააჩერებ ქუჩაში და რო კითხო ცოტნე დადიანი ვინ არის განგებაში არა. აი ეს აღარ თქვი ეს კი მართალი ბრძანდები. ხო და ბოდიში რა ეს ქალი ბავშვები თამაშობენ აქ და ილია ჭავჭავაძის ლექსებს, მოთხრობებს, აკაკი წერეთის ლექსებს, გალაქტიონის და ამე სულ არის ჩართული და ამბობენ ამას და მის ბიოგრაფიაზე. რა უყურებ გული ბედნიერი. და აი ასეთ ადამიანებს უნდა დაუდგეს, სწორედ სახელმწიფო გვერდით უნდა ცოსოსნაირ ადამიანებს, რომელიც დღეს ჩვენთან არის სტუმრად, ცოსო კიდევ ერთი რომელიმე მონაკვეთი რომ გითხრა, თქვენი წიგნიდან ძალიან საინტერესო ვიდეოებს წერთ ხოლმე ინტერნეტში. აი თუნდაც ავიღოთ დავით აღმაშენებელი, თუნდაც ავიღოთ თამარ მეფე. თქვენ რომელი მონაკვეთიც გინდათ? აი ერეკლეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. რაღაცა ეხლა ვისარგებლებ ეთერით ბოდიში რამა ერთი სანამ დაიწყეთ ამ მინდა კითხვა მე ისტორიკოსი არა ვარ და მე მამა მყავდა ისტორიკოსი. დიახ. ხო და მე ესეთი აზრი მაქვს მე ერეკლე მეფეზე. აბა მაინტერესებდა თქვენი აზრი თუ დაემთხრება ჩემი და მე უკვე მოხუცი კაცი ვარ. მე ესე მწამს რომ იმ პერიოდში როდესაც მეფე ერეკლე წინვალეთ იცოდა რა იყო მუსულმანური სამყარო კაცი გაიზარდა კარზე ვისი 2 წელი იმსახურა მენტი არ უსახური 2 წელიწად ნახევარი და მოიპოვა მთელი არა ვის კარზე გაიზარდა მეთქი ირანის შახსთან იყო 15 წლიდან იყო 2 წელიწადი შენ აგაშენაგმე და ლაშქრობებში იღებდა მონაწილეობას წინვალეთ იცოდა რა იყო მუსულმანური სამყარო ხო სწორია კი როგორ არის ხო და ამ კაცმა რომელმაც შენიათ იცოდა ყველაფერი ბოლომდე არ გაიხადა 60 სპარსული ქუდა ასული 60 დადიოდა კაცს მაგრამ სული ქონდა ქართული და რაც მთავარია ქრისტიანული ღმერთის მოწამე იყო და ქრისტიანული სამყარო წამდა და ჩვენთვის რა თქმა უნდა ბევრი ცუდი გამკეთებელი მაგრამ მაინც რუსეთი აარჩია ქრისტიანული რუსეთი თურქეთს და
სპარსეთ, ხოსორი. აი აქ დიდი ისტორია არის. ხო, არა, ბოლომდე არა, ერთუთით, მოკლედ ვიძახე ამას. მე თქვენ გეკითხებით. აი, მოკლედ თქვი და. შემდეგ ერთი რამეა რომ ეხლა ძალიან ბევრ ამბებში ეხლა რა თქმა უნდა რუსეთმა ძალიან ბევრი რამე გააკეთა რომ ჩვენ არ წაგვლეკა მუსულმანურ სამყარომ ეგრე იქნებოდა ნუ ეხლა ხო ხედავთ გამოვიდა ერდოგანი 2 წლის წინ და პირდაპირ მიმართა თავის ხალხს თუ ყველა მოყურა ეს თელმა მსოფლიომ რამდენჯერმე დადგა რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი წმინდა მიწა მესხეთი და აჭარა და ყველაფერი ეხლა წარმოგიდგენიათ აქ რომ რუსეთის ხელი არ იდოს ჩვენ ნამდვილად აქ ორიაზე არ არსებობს რომ ყველაფერი დაკარგული გვექნება რითი შემებრძოლებოდი ჩვენ რა შეგვიძლია აქედან მორალი მეთქი და რას ვიძახი რომ მაინც როგორც კიდევ მცდარი ყოფილიყო ეს გზა ბოლო ჯამში სწორი მართალი ამ დიდი ქართველის დიდი ეროვნული ლიდერის დიდი მებრძოლის აი მე ვიტყვი ამას გერაკლი ხო არსებობდა მითური გმირი გერაკლი ხო მე ვთვლი რომ საქართველოს გერაკლი იყო მეფერეკლი აი ჩემი ერეკლე ძალიან ძლიერი პიროვნება იყო აი ერეკლეს მეფე არის ჩემთვის პირველი ომის სტრატეგოსი არის აი დავით აღმაშენებელი და ერეკლე არის რა 200-300 კაცით ბრძოლას იგებდა წარმოიდგინე აგაშენა ღმერთო და აი ყვარლის ბრძოლას მოვიყვან მაშინ რა მაგალითად გადმოსულები არიან დარუბანდიდან კოალიცია არის 20000 კაციანი ლაშქარია შეკრებილი დარუბანდია ოსმალები აძლევენ თან დახმარებას და აკეზებენ რომ არაწყოთ ეხლა ქრისტიანული სამყარო ქრისტიანულ ქვეყანაში ერთი კარტკახი აკეთკენ და დასავლეთი რა და ესეთი არის რომ ყვარლის ციხეს ალყა შემოარტყეს და მიდის დაუნდობელი ბრძოლა რა და ეხლა ჩვენ მეციხოვნეებს იქ შიგნიდან უკვე ტყვია წამალი ეწურებათ იქ რესურსი ეწურებათ უკვე ხო იქ საკვები გინდა და გაგააკეთა ეხლა უბრალოდ რა გარედან 206 კაცი იყო პაპა ბებურიშვილის მეთაურობით პაპა ბებურიშვილს დააბარა რა შენ აი ამბობებს ხო როცა ისა კლასში ხარ ბავშვებთან ხო გადიხარ ამას ყველა რა თქმა უნდა რა ყველგან ხედავ როგორ რანერი აი როგორი მასწავლებლები ყავს ეგრე და უყურე წარმოიდგინეთ რა 206 კაცი ქიზიკიდან დაიძრა ალაზანი გადალახეს და ღამე გარედან გაარღვიეს ეს ალყა ესე ვერ წარმოიდგინეს ეხლა გავკნიდან თუ ვინმე დაასწრუნდა თავს და ციხეში შეიტანეს თელი ტყვია წამალი და ეს რესურსი რა და ამათაც მეორე სიცოცხლე დაიბადნენ ხელახლა და დაიწყეს ხელახალი ბრძოლა განაახლეს რა და ეხლა ამ დროს კიდე რას ფიქრობს ერეკლე რა რომ გარეთ ღია ველზე ბრძოლას აზრი არ აქვს და ჭარში გადაიტანა ჭარბელაქაში გადაიტანა ეს ბრძოლა რა ესენი ხო ოჯახები დატოვებული ყავდა და შეუტია ამათ ოჯახებს რა და ამათ შეეშინათ ეხლა ოჯახები დაუცველი ყავს და გაბრუნდნენ უკან ესე მოეხსნა ალყა რა ამას ვადარებ ხოლმე ყოველთვის პუნიკური ომები რო იყო მეორე პუნიკური ომი კართაგენსა და რომაელებს შორის კართაგენმა რომმა გააკეთა ასე რა ნუ კართაგენის ტერიტორიაზე გადაიტანეს ბრძოლა და ჰანიბალი იყო უნდა გაბრუნებული იყო უკან რა სხვა გზა აღარ იყო აი ამ ხელა ლეგენდა ხალხთან დავაყენებდი ჩვენ ძალიან საინტერესო ვიდეო გქონდათ ბახტრიონზეც ბახტრიონის აჯანყება ხო საერთოდ ბახტრიონის აჯანყება ხო ერთი რამე მინდა ვთქვა აბა თუ მართალი ვარ თუ შეგავცდები ზანერ თქვენ ისტორიკოსთან მე ვფიქრობ რომ ბახტრიონის აჯანყება ქართველი ერის ყოფადობაში ან ვიქნებოდით ან არა დიდი როლი იდა კი ბატონო კი დღეს ჩვენ ქართველები ვართ ერთ-ერთი დიდი როლი ეს შემიაზრდა ეგრეა ბახტრიონის აი მაგიტომ მიუძღვნეს ამ ხელა პოემები ეს უმნიშვნელოვანესი აჯანყება იყო ეხლა საბოლოო ჯამში ჩვენ მაინც ვერ დავიძვრინეთ თავი ეხლა ყიზილბაშებისგან მაგრამ აი ეს დენის შოკი იყო ასე რომ ვთქვათ რა თქმა უნდა და რა იყო ეს ჩვენ მაინც როგორ ავართხოვნე ქართველებს სანამ ბოლომდე აი პირადად რაღაც შეურაცხყოფას არ მოგვაყენებენ იქამდე ითმენ და ბოლოს უკვე ისე გადავიდნენ თავზე სასულიერო პირსაც რო შეეხნენ აი ამ დროს ამოუასყათ ხელში და გამოვიდა სულ ყველა
და აქ არის მაგარი საინტერესო ის ამ აჯანყებამ ძალიან ბევრი გმირი დაბადა. კაცო, აბა. ნადირა ხოშარაული, გზეზვა გაფრინდაული, ბიძინა ჩოლოყაშვილი და რავი, აი ხო ხედავ ხა შელაპარაკობ და ის შემდეგთო. კი, გააგზელე მე და ჩემი. არა, მაგაზე არ არის გაგზელებაზე. აი აბედნიერება. როცა ახალგაზრდა ქართული სისხლით არის მოწამლული და ამ ევროპამ ვერაფერი ვერ დააკრო რა. აი ერთი ბოდიში ერთი რამ მინდა ვთქვა, აი შვილო, აი ეს იცოდეთ, აი როგორი მინდა რომ ქართველი ბიჭი იყოს, ქართველი ის ლექსი რომ თქვი ხო, გახსოვს? დიახ. მე აი სანამ შენ მოხვიდოდი და შენც მოусვინა მას, იმიტომ რომ მე აი ქართველო დავარქვი ამას უყურე. დედის ხელით გამოზრდილო, მამის ხელით გამოწრთნილო. ვაზის მტევნით დამტკბაროდა. ქართლის დედი დალოცვილო ერეკლეს ხმლით ალესილო. მერე? აბა თუ გახსოვს? არ მახსოვს მე. ვაჟას ლექსით გალექსილო. აი ესეთი მინდა რომ ქართველი იყოს და ეს ლექსი დაუწერე კიდე ყველა იმ ქართველს რომელმაც მე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მომხიბლა და ესეთი იყო მინისტრის მოადგილე იმის რა ქვია ჯანმრთელობის დაცვის პროფესორი ზალალ კახიანი რომლის მაგვარი კაცი მე არ შემხვედრი აი დღევანდლამდე არ შემხვედრი და ესეთი ლექსი დაუწერე და ესეთი მინდა კიდე ერთი ის ხო არის ესეთები მინდა გამოხვიდეთ გააგრძელე ბახტრიანი բայց არა უთხრა ლექსი კი ბატონო ბრძანეთ ქალაქში დადიოდა კაცი და დახკოდა ბეჭებით მზე სადაც გაივლიდა ხარობდა ყვავილი ბალახი ხე წავიდა კაცი და წაიღო ხოლოთი შემზარავი დღე სევდით აცილებდა სამარებდე შუბრზე მოციმციმებზე თითქოს შემთხვევით დარჩაო სიკეთით დახუნძლული ხე ერთი ხე გვეგონა დაგვიტოვა და თურმე დაგვიტოვა დღე მე მინდა რომ ისეთი ბიჭები გაიზარდო ისეთი ვაჟკაცები რომ 200 წლის შემდეგ რო აღარ იქნებით სიკეთის დღე დატოვოთ საქართველოში დიდი მადლობა არაჩვეულებრივ ლექსისთვის გიორგი გააგრძელე ბახტრიანზე ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეს მოვლენა იყო რომელმაც აი ეს ქართველებს აი რასაც ქვია აი უკვე გადაეკეტათ ასე ვთქვათ ესე ვიტყვი და აი საბოლოოდ გადაწყვიტეს რომ სპარსელებს წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ იმიტომ რომ მღვდელს შეეხნენ ძალიან ცუდად და აი ამაზე ძალიან გაბრაზდნენ და ამ აჯანყებას მეთაურობდა ბიძინა ჩოლოყაშვილი ზეზო გაფრინდაული ნადირა ხოშარაული გოგოლაური შალო და ელიზბარგის ერისთავები ადამიანებმა რომლებმაც აი ითამაშეთ გადამწყვეტი როლი ფაქტობრივად რომ ჩვენ დღეს ქართველები ვართ და ეს აჯანყება გაიმართა 1659 წელს ან 1660 წელს ეს უბრალოდ დაზუსტებული არ არის და ეს აჯანყება იყო აი ნამდვილი თავისუფლებისთვის ბრძოლა, როდესაც ბახტრიონის ციხე გაათავისუფლეს, სპარსელები გაათავისუფლეს და საბოლოოდ გავიმარჯვეთ და მე ვამაყობ მართლა რომ ესეთი გმირები ყავდა და ჩვენ ვასახელებთ აუცილებლად. ძალიან კარგი ბიჭი, გიორგი, გიო მაგარი კაცი არის. აქ იცი რა იყო კიდე გიო ჩვენ რა გავაკეთეთ ქართველებმა რომ ბახტრიონის ციხეში ხო არიან და ამათ მამურჯულოებმა ალავერდის ტაძარი ციხით გადააკეთეს და ორივეს ერთდროულად დავესხით თავს რა და ბახტრიონიდან გამოიქცნენ ყიზილბაშები აქ ალავერდის ციხეში თავს შევაფარებთ ვიფიქრეთ და ალავერდიდან ბახტრიონზე გაიქცნენ და ახმეტაში არის ეგ ტერიტორიას ორივეგან ქართველები დაედევნენ და სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ამოხოცეს დედაბუდიანა და დღესაც გაწყვეტილას ეძახიან მაგადებს და ნუ შემდეგ ეხლა ჩვენი ეს გმირები ვინ ჩამოთვალა გიო მაინც შახტა მიიყვანეს და მიბრძანდნენ და დასაჯეს სიკვდილით მაგრამ ნუ ესე მოვედი ჩვენ ძალიან საინტერესოდ გაქვთ კიდე ტაშის კარის ბრძოლა 1609 წელს აი წეღანი ძახტა გიო მაგ ბრძოლას აღწერილი ციგში გიორგი სააკაძის პირველი გამოვლინება გიორგი სააკაძე ზაზაციციშვილმა ეს შემთხვევა როცა ოსმალები გავანადგურეთ ნუ ოსმალების დაქირავებული ყირიმელი თათრები იყვნენ და გავანადგურეთ ამ ბრძოლამ დაბადა თევდორე მღვდელი რა 1609 წელს და რატომ ყვებით ამას აი იცით რა არის აი ბევრი ეძახის ადრე რა ვიყავით გავიგეთ ეხლა რა ვართ უყურეთ ჩვენ თუ ჩვენი წარსული
დავკარგე და მომავალმა თაობამ ეს არ იცოდა ხო ეს თეოდორე მღვდელის ზედგინიძე ერეკლე და პაპა ბებულიშვილი ბრძოლა რომელიც არაჩვეულებრივად გაქვთ აღწერილი გულამაზესო გოგო ერთ რამეს გეტყვი რა ის ცუდიც მიწერა ერთი რამე და შვილო გითხრათ რა ერთი რამეა ხო ჩვენ მოღალატები არ გვაქვს საქართველოს ლევანდლამდე არ გვაქვს ლევანდლამდე არ გვაქვს მაგრამ ერთ რამეს გეტყვით რომ აი ვინც მაგას გეუნება ის არის სრულიად ესე იგი აღვირახსნილი ადამიანი რომელსაც ეროვნული ღირსება აღარ აქვს ყველა ბავშვი დაბადებიდან უნდა ჩავჩიჩინოთ ხუში დედამ იამნანას მაგივრად ქართველო უნდა უმღეროს უნდა იცოდეს რომ ის არის ქართული ჯიგრის მატარებელი იმ ფესვის რომელიც ფესებზეც აღმოცენდა ჩვენი ქართული გენეტიკა და რაც თავად უნდა იცოდეს რომ იმ ფესს უნდა გაფრთხილება ყველაზე მეტად აი იმ ისტორიას და თუ ისტორია გაფრთხილებული იქნება მერე ყველაფერი იქნება საღი კაი ფესებზე ამოდის საღი ნაყოფი დამპალ ფესზე ან არ ამოდის ან დამპალია ან ჯარჯ ჩვენ სულ ეგრე არ არის ეგრე გავიზარდეთ ჩვენაც მაგრები ვართ ქართველები ვართ ჩვენ ვართ მაგრები ჩვენ ასე ზოგს უკვე ეცინება რა და ვითომ არა ვართ და ვიგონებთ ბიჭო ჩვენ ამან მოგვიყვანა აი ამ სიამაყე მოგვიყვანა ამ შემართება მოგვიტანა რომ ამ 3 მილიონი კაცი მილიონზე ვიყავი ჩამოსული რა 3 მილიონი 800,000 კაცი იყო სოლომონ მეორემ წერილი რო გაუგზავნა ნაპოლეონ ბონაპარტს რა 800,000 კაცი ვართ ქრისტიანი დარჩენილი მოხდა და ერეკლე მეორე დროს საერთოდ 9 მილიონი ვიყავით. საწყალე სულხან საბა ორბელიანი ყველგან მოატყვილეს სადაც ჩავიდა რუსეთიდან დაწყებული ყველგან. ბოლოს იმ დონეზე მივიდა კათოლიკი გავხდებიო იძახდა. ოღონდ ჩემი ერი გადამირჩეს. არა ჩვენ რა თქმა უნდა მოღალატებით წავშევათ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ იყო ცოტანი. დადიანი და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენ რანერი პატრიარქი ყავდა აი ახლა რომ პატრიარქი გადაგვეცადა იმის წინ ყველაზე ხო იცით ვიზე ვიძახი მე ჩემი გული ამბროსი ხელაია რომელმაც იმ დონეზე ესე იგი კაცობა ვერ დახვიდეს იმდენად დიდი იყო და მე ახლა ილია მეორემ რა დაამტკიცა თელმა მსოფლიომ დაწერეთ მთელი მსოფლიოს იმებში წერია შედით გუგლებში იმებში და რომ პროცენტულად ჯერ ისტორიას არ ახსოვს რომ პიროვნების აი ესეთი ზღვა ოკეანე ხალხი დასწრებოდა მის დასაბლებას როგორც ნამდვილად გეთახმებით ბატონო სასა მე მინდა აი არაჩვეულებრივ რამეზე გავამახვილო ყურადღება გაქვს ონლაინ გადაცემები როგორც ვიცი მე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი თაობისთვის ხაზი მინდა ამ საკითხს გაუსვა არის გადაცემები წამყვანი გახლავთ სოსუან რომელიმე მოსწავლე და ისტორიაზე საუბრობენ ანუ ძალიან ბევრი ბავშვი ერთვება ამაში მიდის დისკუსია მსჯელობა ერთმანეთს უსვამენ კითხვებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ პროექტს მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდი გასახანი ექნება და უნდა გქონდეს კიდეც ბატონ გივის სწორედ თუნდაც ხელისუფლებისგან თუნდაც ბიზნესმენებისგან აი ის რომ დღეს აი ამ წიგს აქვს გრანდიოზული გაყიდვები ეს გახლავთ ქართველთა ბრძოლები შეგიძლიათ გამოაცხადოთ სოსო როგორ უნდა შეიძინონ ადამიანებმა და მე პირადად და ბატონ გივიც დამეთანხმება რომ ეს წიგნი ყველა ოჯახში უნდა იყოს რა თქმა უნდა ეროვნული ყველა რა ჩვენ ძალიან გვაყლიათ ეს უყურეთ რა ხნა ამ უბედურებამ აქედა რომ გაედინება ბავშვები მე აღარ ვუნდებიან ნელ-ნელა ჩვენი ეროვნული ღირსება იკარგება და ესეთი წიგნები ეროვნულ ღირსებას ესე იგი შტაბერავს რა ეგრეა ეს გახლავთ ილუსტრირებული ჩემო კრასავი აი ერთი ფურცელია და აი ეს ჩვენ უბედურ ქვეყანაზე დავწერე უკვე რამდენი ხანია ძალიან ბევრი წლები მიდის ეს სახშინელებები რა და აი მე მინდა რომ ეს წამიკითხო რა იმედის ხაზები ქვია აი დაბრძანდით თუ შეიძლება
რის ვაივაგლახითა და წვალებით მიღებული ამერიკის ვიზით ერთი ინტელიგენტი ქართველი ქალბატონი ლუკმა პურისა და ბედის საძებნელად ოკეანის მიღმა მიემგზავრებოდა და ცრემლის ნიაღვარში ტოვებდა თავის ერთადერთ პირმშოს. დედამის კი ასჯერ გაუმეორა. შენიცი ჩემ სიცოცხლეს როგორც მოულიო. წასვლის წინ შვილი კედელს მიაზომა, თავთან ხაზი გაუსვა და თვალცრემლიანმა უთხრა: ჩემო ვაჟკაცო, იცოდე, სანამ კედელზე მეორე ხაზი გაჩნდება ან თან წაგიყვან ან უკან დაუბრუნდებიო. მერე ელდანაკრავივით შეტრიალდა და ისე რომ უკან აღარ მოუხედავს ჩაესვენა მანქანაში, რომელსაც აეროპორტში მიჰყავდა. ბიჭი გარინდული იდგა და კედელზე გასმულ ხაზს შესცქეროდა. მერე თითის წვერებზე აიწია და ცდილობდა ხაზს ასცილებოდა. თვე-თვეს მისდევდა წელი-წელს ბიჭი იზრდებოდა და კედელზე ხაზებიც ისევ მატულობდა, როგორც მის ოთახში გამოგზავნილი ამანათების გროვა. დედა კი არა და არ ჩანდა. ბიჭი ტელეფონის ყურმილში დედის ხმას კი არა უკვე სუნთქვასაც გრძნობდა. დედიკო როდის ჩამოხვალ და თან წამიყვან, ამით იწყებოდა მათი საუბარი. მალე ჩემო ერთადერთო გაისმოდა დედის შორეული ხმა ყურვილში, მაგრამ ეს მალე უსასრულობაში იკარგებოდა. ერთ დღეს მეზობელს ონკანი ღია დარჩა და წყალმა ქვედა სართულის კედლები ჩამორეცხა. უცნაური ის გახლდათ იმ კედელს, რომელზეც ბიჭის ზომები იყო აღნიშნული, წყალმა ვერაფერი დააკლო. ბიჭმა ხაზებიან კედელს ააყოლა თვალი, რომელიც ცისკენ მიმავალ უსასრულო კიბეს დამსგავსებოდა. თქვენ მატყუარა ხაზებო, თქვენ მოღალატეებო, სიმტრისგან მუშტი გაჰკრა. კედელს და გულში ამდენი ხნის დაგუბებული ბავშვური ბოღმა და ნაღველი ცრემლს გაატანა. არა, გადაშენე რა. აი, დამ. ოთახში ზარის ხმა გაისმა, ბიჭი ყურმილს დასწვდა, ალო, გისმენთ რომელი ხართ, ისმოდა მისი ათრთოლებული ხმა, მე ვარ შულო, როგორ ახარ დედა გენაცვალოს. კარგად უპასუხა ბიჭმა და საკუთარ ცრემლს მოერია. მე კი დიდი ვაჟკაცობით დინჯად მიუგო, გამაგებინე დედა, სანამდე უნდა ვავლო ხაზები კედელზე, ცოტაც მოითმინე, ჩემო პატარა, ხომ იცი, იმისათვის ვარ აქ, რომ არაფერი მოგაკლო, ხომ ყველაფერი გაქვს, რასაც ინატრებ ჩემო სიცოცხლე და სიხარულო. კი დედა, ყველა ოცნება შემისრულდა, შენი ნახვის გარდა, სევდით წარმოთქვა ბიჭმა და ყურმილი ისევ მდგომ ბებიას გაუწოდა. მათი მცირე დიალოგის შემდეგ სატელეფონო ხაზი გაწყდა, ყურმილში გაისმა გამაღიზიანებელი წყვეტილი ხმა. თითქოს ტელეფონისა და კედლის ხაზებს ერთმანეთში პირი შეეკრათ და არც ერთი აღარ აპირებდა ბიჭის ცხოვრებიდან გაქრობას. პატარა კი იზრდებოდა უდედოდ ტელეფონის ხაზის წკრიალსა და კედლის ხაზებს შორის. ერთ დღეს ამერიკიდან დარეკეს და ბებიას მწუხარე ხმით ამცნეს, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი თურმე უკურნებელი სენით იყო დაავადებული, გარდაცვლილი იყო. ვაიშვილო, შეჰკიულა მოხუცმა და გულწასული დაეცა. ბებო, გაიძახო და ბიჭი და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, აჯაღჯაღებდა ახლა უკვე თავის ერთადერთ იმედს. როგორც იქნა, ქალმა თვალი გაახილა, როცა გონებაში ყველაფერი აღიდგინა, გრძნობები დათრგუნა, შვილიშვილი გულში ჩაიკრა, არ შეშინდე, ბებო, არაფერია, ცოტა ცუდად გავხდი. ერთი კვირის შემდეგ ამერიკიდან ცხედარი სახლში ჩამოასვენეს, ხოლო ბიჭს დედის სანაცვლოდ მის სახელზე გახსნილი, თუ შეგიძლიათ რომ გაგრძელოთ მე. არა, გაგრძელე რა, მაგრამ ვიცი რომ პერიოდი მოგივიდა. ეგ არის შენი ხალობა. იმიტომ მიყავს ესეთი გადაცემა. და ჩეკი მიდი. ანუ გახსნილი ანგარიში და დახურული ცხოვრება, აი მრავალი ემიგრანტის ბედი, რომლებიც ბედის უკუღმართობით მთელ მსოფლიოს იყვნენ მოდებული. იყო ერთი ვაივიში და თალხით შემოსილ ქალთა გოდება, მეზობლებმა სარდაფში ჩაგდებული მტვრიანი ტახტი ამოიტანეს, საგულდაგულოდ გაწმინდეს, ხალიჩა გადააფარეს და ცხედარი ზედ დაასვენეს. იდგა ბიჭი, დასცქეროდა გარდაცვლილ ნანატ დედას, თვალი რამდენიმე ხაზისგან დაღარული კედლისაკენ გაექცა, მერე კედელთან მშვიდად მივიდა, იმედის გამაცრუებელ ხაზებს წაშლა დაუწყო, როგორც კი დედის აღნიშნულ ხაზამდე მივიდა, ცხედარს გახედა, მიცვალებულს უკვე დასვენებული სახე ზუსტად მის მიერ 10 წლის წინ აღნიშნულ ხაზს აყვედურობდა. ბიჭს ბავშვისათვის შეუფერებელი გმინვა აღმოხდა, მადლობა დედა სიტყვის შესრულებისთვის, აკი შემპირდი, სანამ მეორე ხაზის გასმა დაგჭირდებოდა დაუბრუნდებია. თუ ახლა ხო გესმის, აი
ეს არის ჩემი გულის ტკივილი, ეს დამაწერინა რამ თუ ყოველდღიურად. შეიძლება 2 წუთი რომ დაგვიმატო ირაკლი ჩვენ რეჟისორს თხოვ გისმენთ ასა შევაჯამოთ დღეს ჩვენ ეს აჩვენე აი აწამოდები და აი ეგ შედია ჩემს კი ბატონო გადაცემის დასრულების შემდეგ აუცილებლად გადმოგცემთ და მე მინდა რომ ამ წიგს გავუკეთო პირადად მე როგორც ამ გადაცემის ავტორმა და წამყვანმა რეკლამა და ბატონი გივიც მეთანხმება ამაში როგორ შეიძლება რომ შეიძინან ადამიანებმა ეს წიგნი ხო ჩემ გვერდზე მწერენ ხოლმე რა პირად გვერდზე შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ზე, TikTok-ზე როგორც ხდება ნუ ახლა აღარა მაქვს 10 დღეში იქნება კი კიდე დაიბეჭდება 1-2 კვირაში იქნება მართლა არ მეგონა რა ესე თუ გაიყიდებოდა მაგრამ ხალხი მონატრებულია რა ემიგრანტები კი არ ვიზარებ ხოლმე მივდივარ პოსტაში ჩემი მიმაქ შევფუთავ უშვებ ხოლმე ყველგან აი საერთოდ რა და ძალიან სასაჩუქრად იცით რა სასაჩუქრად ხოლ ამაზე იცით რა არის კიდე მაგარი აქ რომ მოდის ჩემ ძმას ცხოვრებაში წიგნი არ უთქვია მიყიდეო და ეს წიგნი მინდა რომ მოითხოვა და ისეთი ხალხი ითხოვს ამ წიგნს რომელსაც არ აქვს საკითხული ჯერჯერობით რა აქამდე არ გონია თურმე წიგნი საკითხული იშვიათად რომ წიგნი წაეკითხა ძალიან ბევრი მშობელი უყიდის თავის აი მეგეთქვით ერთ რამეს აი მე მაგალითად ხო ამერიკის შეერთებულ შტატებში ამან ის 42 წლის წინ პირველი პრემია ავიღე რუსული თარგმანით ჩემი აი ამ ხელა წიგნი დანა პლუსია და რო არ იყოს ისეთი ხალხი როგორც ჩემი ვანო ჩხატიშვილი რომელიც უძგას ყველა ნიჭიერ ადამიანს გვერდში რო არ იყოს ისეთი ხალხი და გელოდი კობალზე უამრავი ხალხია ვაშკაცი ხალხი ვისაც ქართული გენეტიკა უყვარს მაშინ მეც ესეთი მწერალი ვერ ვიქნებოდი და ვერ გამოუშვებდი წიგნებს. ძალიან ბევრი დაგიდგება გვერდში დავით შვილს რო წაიკითხავს და როგორც ეხლა ამან ეხლა რატომ მიყვარს ეს ლამაზი გოგო? იმიტომ რომ გარდა იმისა რომ განათლებულია გულიანი ხედა ვეღარ წაიქცა ბღაოდა ტიროდა უკვე. ხო და შენ გენაცვალო შემი თავი ბევრი ბავშვი ამასო წაიკითხავ. ივა მამამისთან დაეტყვის მე მინდა რომ გამოვიდა დავით აღმაშო მე პერეკლე მინდა მე მინდა ის მე მინდა ეხლა ჩვენ გაიხარებს ის კაცი დიდარი და მოგენახავს და გეტყვის შვილო კიდე გამოუშვეს. საბავშვო ეხლა ჩვენ ვაპირებთ ეხლა ეს მინდოდა მეთქვა საბავშვო ლექსებს უშოთ 7 წლამდე ეხლა ცოტა ხანში დაიბეჭდება ზუსტად ამიტომ პატრიოტი ადამიანი ქვეყნის სიყვარულში უნდა გაიზარდოს თავიდანვე გმირად უნდა ყავდეს როგორც მე მაგალითად ვახტანგ გორგასალი იყო ჩემი ბავშვობის გმირი და დღემდე მიყვარს ყველაზე მეტად ესე უნდა გაიზარდოს ეს ვიტყვი ცოტა ხანში დაიბეჭდება საბავშვო ლექსები და ამას გავაჟღერებ აუცილებლად მოკლედ გმირი თუ არა ბოროტი და ქვეყნის მოღალატე არ გაიზრდება ესე თუ გისმენ გიორგი რო ამოგვეწურა ორი სიტყვით და ვასრულებ გადაცემას. ერთ ადამიანზე უნდა დაგელაპარაკოთ, აი ამბროსი ხელაიაზე ჩამოვარდა საუბარი და მე გეტყვით კირიონ საძაგლიშვილზე პირველ ავტოკეფალის აღდგენიდან პირველ პატრიარქზე ეს იყო იმდენად გენიალური ადამიანი რომ რუსეთის ოხრანკად თან დაყვებოდა და მე გადაასახლეს ლიტვის ეპარქიაში დანიშნეს თუ სადღაც მაგ ტერიტორიაზე და ბოლოს როდესაც უნდა მარტყოფში იყო რო არ ადგა შევიდნენ და სისხლში მწოლი არ ენახეს იმდენად გმირი ადამიანი იყო დიდი მადლობა ამოიწურა ჩვენი დამატებული დროც თუმცა აუცილებლად შევხვდებით მე მაგალითად შენ კიდე 2 საათს დაგიმატებ ჯერსეთი ლამაზი ხარ ქართველი ხალი ხარ დიდი მადლობა მე ძალიან განათლებული და ძალიან გულიანი დიდი მადლობა მწერალი და მსახიობი სპორტსმენი გივი სიხარულიძე სოსო მიქელაძე პედაგოგი გიორგი ბოცვაძე 14 წლის ჩვენი არჩეულებრივი მოსწავლე თბილისიდან მე ჟურნალისტი ნათი ამაზანაშვილი მუშაობდი თქვენთან ერთად სტუდიაში დიდი მადლობა რომ გვისმენთ გვიყურებთ დარჩით ობიექტივზე რა თქმა უნდა წინ ძალიან საინტერესო გადაცემები გალით ნახვამდის